ეს ავლაბარში სამრეკლოს 12 ნომერში მდებარე სასტუმროა, რომელიც ჩინეთის მოქალაქეებს სუროგატი დედებისთვის მთლიანად დაქირავებული აქვთ. ახლა ამ სასტუმროში ტაილანდელი 27 სუროგატი დედაა განთავსებული. საცხოვრებელი მედიისა და პოლიციის ინტერესისაგანი მას შემდეგ გახდა, რაც ტაილანდურმა მედიამ სამი სუროგატი დედის სკანდალური ინტერვიუ გაასაჯაროვა. ყოველ მე-7 დღეს დავყავდი კლინიკაში ინექციის გასაკეთებლად. უნდა მიმეღო მხოლოდ ტაილანდიდან ჩამოტანილი მედიკამენტი. ზოგიერთი გადიოდა სამედიცინო შემოწმებას, მიჰყავდათ ყოველთვიურად და უღებდნენ ახალ კვერცხუჯრედებს. ტაილანდელი ქალები ყვებიან, რომ საქართველოში სომხეთის გავლით, მატარებლით, მოტყუებით ჩამოიყვანეს. დაპირდნენ, რომ ლეგალურად სუროგაციის ცენტრში დაასაქმებდნენ. სანაცვლოდ კი დიდი ოდენობით თანხას გადაუხდიდნენ. ქალები ყვებიან, რომ ისინი მიხავდათ კლინიკაში, აძინებდნენ და კვერცხუჯრედებს აცლიდნენ. შემდეგ კი სავარაუდოდ საზღვარგარეთ გზავნიდნენ. ასევე არ უხდიდნენ დაპირებულ თანხას. იმ შემთხვევაში თუ ხმას ამოიღებდნენ, დაჭერითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. ზოგიერთს იძულებულს ხდიან ფულის გულისთვის დათმონ კვერცხუჯრედები, რომ სანაცვლოდ ტაილანდში დაბრუნდნენ. თუ ვინმე უარს იტყვის დამორჩილებაზე, უწევთ ფულის ესხება ნათესავებისგან, რომ აანაზღაურონ გზავრობის ხარჯები. დაახლოებით ეს 70,000 – 80,000 ბახტია. ისიც კი არ იციან, რომ შესაძლოა სასიკვდილო იყოს საფრთხე. ირკვევა, რომ ამ დროისათვის საქართველოში ასამდე ტაილანდელი ქალია, რომელიც შესაძლოა ტრეფიკინგისა და სიცოცხლის მოსპობის საფრთხის წინაშე იდგნენ. სამმა მათგანმა შეძლოდა საქართველოს ტერიტორია უკვე დატოვა, ტაილანდური პოლიციისა და ინტერპოლის დახმარებით. ჩვენ ვიმყოფებოდით იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც ტაილანდელი ქალები ცხოვრობენ. ისინი უარყოფენ ბრალდებებს. თითქოს და ცენტრში ვინმე იძულებით ყავთ მიყვანილი. აცხადებენ, რომ საქართველოში თავს კარგად და უსაფრთხოდ გრძნობენ. აქ არ ხდება იძულებითი სუროგაცია ან კვერცხუჯრედის გაყიდვა. ჩვენ აქ დიდი ხანია ვცხოვრობთ. არავის მოვუტყუები ვართ და არც ფიზიკური ზიანი მოუყენებია ვინმეს. სუროგაციის სანაცვლოდ 500,000 ბატს გვიხდიან. მე აქ ნებაყოფლობით და ჩემი ნებით მოვედი, რადგან მუშაობა მინდა. დიახ, აქ პოლიცია იყო მოსული და გამოვკითხა. იმ სამმა ქალმა ტყუილები ილაპარაკა. ტაილანდში პოლიციას სიმართლე არ უთხრეს. აქ ორი თვეა რაც ვარ, როგორც სუროგატი დედა. 530,000 ბატს მიხდიან. აქ მხოლოდ სუროგაციის მოვედით და არა კვერცხუჯრედის დონაციისთვის. 36 წლის ვარ და აქ თავს დაცულად გრძნობ. ჩვენ აქ ვცხოვრობთ ბედნიერად და ოჯახურად, სხვებზე მეტად კომფორტულადაც კი. სუროგატი დედები ტაილანდიდან გვიყვებიან, რომ ამ საცხოვრებელ სახლში 27 ტაილანდელი ცხოვრობს, თუმცა არსებობს სხვა საცხოვრებელი სახლები, სადაც ჯამში 80-ზე მეტი სუროგატი დედაა განთავსებული. სუროგატი დედის სამსახურში ლეგალურად მოვედი, სანამ სუროგატი დედები გავხდებით, მანამდე კონტრაქტს ვაფორმებთ. 4 თვეა აქ ვარ. აქ 27 სუროგატი დედა ცხოვრობს. სხვა სახლებშიც ცხოვრობენ სუროგატი დედები, თუმცა სად ეს არ ვიცი. მაგრამ არიან ახალგაზრდა ტაილანდელი ქალები, რომლებიც სუროგატი დედები არიან. დაახლოებით 80-ან მეტი ქალი. შემოწმებისთვის საავადმყოფოში მივდივართ Little Media ჰოსპიტალში. რაც შეეხება იმ სამ ქალს, ის თავად დამიკავშირდა Facebook-ის მეშვეობით და დამთანხმდა, რომ ის ჩამოვიდოდა საქართველოში და გახდებოდა სუროგატი დედა. აქაურმა ჩინელებმა მათ გადაუხადეს 30,000 ბატი. ხელფასს უხდიდა, რათა სუროგატი დედები ყოფილიყვნენ. როდესაც მათ მიიღეს 30,000 ბატი, აღარ მოისურვეს მუშაობა და მოიტყუეს, რომ მათზე ძალადობდნენ და აშინებდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება ადამიანის ვაჭრობის მუხლითაა დაწყებული. გამოკითხულია 70 ქალი, რომელთაგანაც პრეტენზია მხოლოდ 3-მა გამოთქვა, რომლებაც საქართველოს ტერიტორია უკვე დატოვეს. ფაქტთან დაკავშირებით უწყებას დაკავებული ამ დრომდე არავინ არ ჰყავს.